აი მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და ნუ ეს რაღაცა იმედს მაძლევდა. პირობად სიყვარული ეხლა გავიგე რეალურად რაც არის. ხო, დედები თუ ვფიქრობთ ესეთ საშინაო რაღაცებს, აღარ ვიფიქროთ. მაგალითად ერთი რომ მეუბნებოდა რომ წინდა ჩავცვი, მეორე მეუბნებოდა წინდა გახადე. მოგესალმებით, ეს ჩვენი მეშვიდე გადაცემა. თავს ვსაუბრობთ დედობაზე. დედობა მარტივი ნამდვილად არ არის. ყველა დედა საკმაოდ რთულ გზას გადის. ვისაუბრებთ იმ პრობლემების შესახებ, იმ პრობლემების გარშემო, რაც აი ამ პერიოდს ახლავს თან. ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ბავშვის და დედის მოვლის პრემიუმ ხაზი მუსტელა. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის თაკო აბრამიძე. თაკო. პირველ რიგში მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და რო გვიამბო რას ნიშნავს შენთვის კარგი დედობა? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გონია რომ ესე კარგი დედობა, ცნება რაღაც არ არსებობს. ყველა დედა ჩემთვის თავისთავად კარგია და გმირია უკვე, იმიტომ რომ თუნდაც ეს რაღაცა ორსულობის პერიოდი, შემდეგ მშობიარობის, გონია რომ იმდენად რთული ამბავია, რომ ვინც ამას გადის, ყველა რაღაცნაირად უკვე კარგი და გმირი ადამიანია. მაგრამ ანუ დედებს ყოველთვის გვაქვს ხოლმე ის მომენტი, რომ არასდროს არ ვართ თითქოს საკმარისი და არასდროს არ ვართ კმაყოფილი ჩვენი თავით და ასე ვთქვათ, იმით თუ როგორი დედები ვართ. თუმცა ხო, მაინც მგონია, რომ ყველა რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ ყველა დედა თავისთავად კარგია და გმირია. მომენტი, როდესაც გააცნობიერე, რომ დედა ხარ. აი ვერ ვიტყვი რომ ორსულობაშივე გავაცნობიერე თქო რომ დედა ვარ, მაგრამ ალბათ ლივია ჩემი შვილი რომ დამაწვინეს პირველ წამს აი ეგ მომენტი მახსოვს იმ მიუხედავად რომ ტიროდი და თვალები დახუჭული მქონდა ვერ დავინახე, ანუ ეს რაღაცა შეგრძნება იყო საოცრება და მაგ დროს გავიაზრე რომ ანუ ახალი ადამიანი დაიბადა ჩემს ცხოვრებაში, რომლის გამოც გავაკეთებ ყველაფერს და რომელიც ახლა ჩემი მთავარი საზრუნავია, ასე ვთქვათ და ალბათ მაგ მომენტში გავიაზრე რომ დედა ვარ. ეხლა ცოტა მიჭირს ხოლმე დაჯერება, მაგრამ მაინც ხო ნელ-ნელა პროცესია რა. აი დედობის პროცესში ყველაზე მეტად რა კითხვით მოგმართავენ ხოლმე? თუნდაც მეგობრები ან თუნდაც დედები, ოჯახის წევრები, აი რა არის ყველაზე ხშირი კითხვა ამ პერიოდის განმავლობაში? იცი, ახლა მე ძალიან გამოცდილი დედა ჯერ არ ვარ, იმიტომ რომ პირველი შვილი ალივია და 5 თვის არის, თუმცა ჩემი მეგობრები მაინც რომლებიც ეხლა არიან ორსულადანი, ეხლა გააჩენს ბავშვი და აპირებენ, ხშირად მეკითხებიან ხოლმე მაინც რჩევებს და ძირითადად აი ორსულობის შემდგომ პერიოდში მე მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია და აი ამ თუმცა ძალიან მარტივად გადავлахე და ესე ვთქვათ დავძლია და ძირითადად ამას მეკითხებიან ხოლმე რომ აი რას აკეთებდი რომ გააჩინე ბავშვი, როგორ გადალახე ეს ყველაფერი, აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რომ შენაირად ვიყოთ, შენაირად გულისხმობ რომ ანუ ესე გარედან რომ შევხედოს ვიღაცამ ძალიან კარგად ვარ, ანუ არაფერი პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ, შვილი მყავს და აი ის მომენტი რომ რაღაც რთულია 5 თვის ბავშვის ყოლა და თან შენი ესე ვთქვათ შენს პირად ინტერესებზე ზრუნა, ეს ჩემთვის ესე არ არის ყოველ შემთხვევაში რა არ იყოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად მე და ლივია მოვერგეთ ერთმანეთს და ხშირად ამას მეკითხებიან ხოლმე რომ აი ეს როგორ შეძლო. ძირითადად ალბათ ამას. აი შენ ახსენე მშობიარობის შემდგომი დეპრესია. აი როგორ მიხვდი რომ აი რაღაც ამ ეტაპზე ხარ მისული, როგორ აღმოაჩინე შენ თავში ეს? ეს ისაც ვიცოდი რომ მშობიარობის მერე პოსტსამშობიარო დეპრესია ჰქონდათ ქალებს, თუმცა ვიცოდი ძალიან ეს ვთქვათ მსუბუქად. ამიტომ ჩემს გარშემო ის არავის არ ქონია რაღაც მძაფრად და ვიცოდი რომ შევა 1-2 კვირა რაღაცაზე ინერვიულო, რაღაცაზე იტირო და მორჩავით დამთავრდა. ჩემ შემთხვევაში როდესაც ლივია გავაჩინა და ვიყავი სამშობიაროში, ვიყავი აბსოლუტურად იდეალურად და მე გონა რომ საერთოდ არ დამემართა ეს დეპრესია, არ დაველოდებოდი ეხლა დავემართება, ეხლა დავემართა ეს რეალობები და მე უკვე როდესაც გამომწერეს და სახლში ვიყავი, ერთ დღესაც აღმოაჩინე რომ ნუ უბრალოდ მინდა რომ ოთახში ჩავიკეტო და ვიტირო და მეტი არავინ არ მინდა, ანუ მინდა რომ მთელი დღე ოთახში ვიწვე, არ ჩემი შვილი მინდა, არ ჩემი მეუღლე მინდა, არავინ არ მინდა და ნუ ეს ფიქრები რომ დამეწყო, რაღაცად მივხვდი რომ ეს ნორმალური არ არის და ამას უნდა გამოსწორება შველა, მჭირდება დახმარება, ესე ვთქვათ და შესაბამისად ხო აი ამ დროს მივხვდი რეალურად რომ
ეს იყო პოსტტრaumatic. ანუ თუ მიმართ სპეციალისტს, თუ მაინც უფრო შენ თავზე იმუშავე და შენ თავზე მუშაობამ გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. იცი აქ ერთი თვის განმავლობაში მუშაობდი ჩემ თავზე. მე რაღაც ეტაპზე ვიფიქრე რომ მიმართ სპეციალისტისთვის, თუმცა არ დამჭირდა. იმიტომ რომ რაღაცნაირად მალე მორჩა ეს პერიოდი, გამომდინარე იქიდან რომ ჩემ თავზე მუშაობდი და ზოგადად მუშაობდი იმაზე რომ რაღაცნაირად ისევ ჩემი ცხოვრების ძველი სტილი დაებრუნებინა, რათა ის მომენტი არ მქონოდა რომ რაღაცა იმორჩა ჩემი ძველი ცხოვრება და რაღაც ახალი იწყება და აი ამისგან რომ ესე ვთქვათ დათრგუნული არ ყოფილიყავი ამ მომენტზე. მოკლედ როგორც შენ საუბრობდი და შენი საუბრიდან გამომდინარე აღნიშნე რომ შენ საკუთარ თავთან შენ მუშაობდი. აი როგორი იყო საკუთარ თავთან მუშაობის პროცესი? იცი საკმაოდ რთული, თუმცა ძირითადად ვცდილობდი რომ რაღაცნაირად როგორც აღნიშნე ძველი ცხოვრების სტილი დაებრუნებინა. ანუ როდესაც ლივია გაჩნდა არ ჩავჯექი სახლში ასე ვთქვათ ბრწყალებში და ერთი კვირის იყო უკვე ლივია როდესაც გარეთ გავიყვანე. ერთად ვსეირნობდით ყოველდღიურად. იმ დღეს მე არც ერთი დღე არ ყოფილა რომ მე და ლივია ერთად არ გვესეირნა. ყოველდღე ვსეირნობთ ერთად და ეს ძალიან მეხმარებოდა. ანუ სუფთა ჰაერი ლივიას ერთად სეირნობა, აი ხალხის ემოციები რომ რასაყვარელი ბავშვი ვყავს ასე შემდეგ. რაღაცა უფრო შევდიოდი ამ დედის როლში, თან პლუს ამას არ ვიყავი სახლში გამოკეტილი და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ანუ ის მომენტი რომ ბავშვი გავაჩინე არ ყოფილიყო რაღაც განაჩენი ჩემთვის და შესაბამისად ვცდილობდი რომ მეგობრებთან ერთადაც გავსულიყავი, დრო გამეტარებინა და ხო აი რაღაცა როდესაც ეს ცუდი ფიქრები მქონდა ხოლმე თავში რომ აი ჩემი ძველი ცხოვრება აღარ დაბრუნდება და მე თავის ფალევნoses ვეღარ ვიქნებ, ეს რაღაც უაზრო ფიქრები მაქსიმალურად ვცდილობდი ხოლმე რომ რაღაც პოზიტიური ფიქრები შევეცვალო, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ვიტყვი რომ დამეხმარა ეს გარეთ გასვლა, სეირნობა, რაღაცა ძველი ცხოვრების სტილის შენარჩუნება, ეს ალბათ ყველაზე ძალიან დამეხმარა და ეხლა რო ვფიქრდები, ნუ ძალიან უაზრო ფიქრები მქონდა და აბსოლუტურად ალბათ შენი პატარა რჩევა ალბათ გავიდეთ სახლიდან, გავისეირნოთ, ვიკონტაქტოთ ხალხთან, დავაძალოთ ესე ვთქვათ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ძალიან რუტინული არის თითქოს ბავშვი რო იბადება, რომ აი რაღაცა დილას გაიღვიძებს, აჭმევ, რაღაცა დააძინებ, მე ისევ ერთ და იგივე ხდება და ეს რუტინა მე ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე, იმიტომ რომ გონია რომ მთელი ცხოვრება ესე უნდა იყოს და რაღაც გამოსავალი არ არის და პირიქით, ანუ მე პირველივე დღეებიდან ვცდილობ, რომ ლივია რაღაცნაირად ჩემ ცხოვრებას მოვარგო, მეც ლივიას მოვარგო და ესე რა ვიცი 4 თვის იყო წინა თვეში, როცა წავიყვანე აჭარაში მაღალმთიან კურორტზე და იქ ვყვავდა და საერთოდ არანაირი პრობლემა არ ქონია, ნუ ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ არ წაიყვანო ცოდვა ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ძალიან ბედნიერია ისიც მეც და მაქსიმალურად ვცდილობ რომ სულ ერთად გავატაროს ძრო და აი იცი რა მინდა რომ გკითხო, აი ძალიან მოკლედ რომ შევეხოთ ოჯახის წევრების დამოკიდებულებასაც შენს მიმართ ამ დეპრესიულ პერიოდში. ხშირად არის ხოლმე საქართველოში, ანუ ძალიან უჭირთ ხოლმე ამის გაგება ხშირ შემთხვევაში, ან ვერ გებულობენ, ან რა ვიცი, აი სხვადასხვა მიზეზები არსებობს. აი შენ შემთხვევაში როგორი იყო? იცი არის, ნუ ჩემ მეუღლეზე რო ვისაუბრო, მაქსიმალურად მე გაგვერჩი, თუმცა რა თქმა უნდა, ბოლომდე არ ისმოდა ესე ვთქვათ, რას გავიცდიდი, ფიზიკურად ვერც გაიგებდა, იმიტომ რომ მეც არ მესმოდა, რაც გაიცდნენ დედები და თვლიდი რომ აი რატო აქვთ დეპრესია, ახლა ბავშვი იბადება, პირიქით ბედნიერები უნდა იყვნენ და ალბათ ყველა ის ფიქრობდა, ჩემ მეუღლეც მსგავსად ფიქრობდა რომ რატომ ტირის ახლა ეს გოგო, იმიტომ რომ ბავშვი გაგვიჩნდა ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ და ნუ ბოლომდე ვერ აღიქონდა, თუმცა როცა ვუხსნიდი სიტუაციას რომ ესე და ესე მჭირს, მაქსიმალურად გვერდში მედგა და ყოველთვის მეუბნებოდა იმას რომ აი დავიტოვებ ბავშვს, გადი გოგოებთან, გადი ესა, ნუ აი ამ შემთხვევაში თავარია ვისაუბროთ, როგორც შენი კი, ეს თავარია ყველაფერი ვისაუბროთ. ჩემ შემთხვევაში ეს იყო მთავარი კიდევ და მავიწყდა, როცა ჩემ თავზე მუშაობაზე ვლაპარაკობდი, ყოველთვის ვლაპარაკობდი ამ თემაზე. ძირითადად იმ ადამიანებთან, რომელსაც ეს უკვე გამოვლილი აქვთ და გამოცდილი აქვთ, რადგან იმათგან ვისმენდი რჩევებს და ვისმენდი იმას, რომ აი მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და ნუ ეს რაღაცნაირად იმედს მაძლევდა. შესაბამისად ეს არის ალბათ აუცილებლად მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი უბრალოდ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე ხმამაღლა, იმიტომ რომ თუ ჩავიკეტებით და ჩვენ თავში ჩავიკეტებთ ამ ემოციებს და განცდებს, ძალიან დიდხანს გაგრძელდება ეს დეპრესია. ანუ ეს მალე ვერ დასრულდება.
მადლობა რჩევებისთვის. სიურპრიზი რა იყო? აი ყველაზე დიდი სიურპრიზი რა იყო შენთვის დედა რო გახდი? სიურპრიზი არ ვიცი, ალბათ ეს მომენტიც იყო, რომ არ მეგონა რომ ამდენად რთული იქნებოდა დედობა. რატომღაც ხო ყოველთვის ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ აი გააჩენ შულს ძალიან მარტივია რაღაცა, სულ ესე მეგონა რატომღაც არ ვიცი და მე ხვდები რომ ძალიან რთულია, არა მარტო ის რომ პატარაა და ზრუნავდა, მთელი ცხოვრება, ანუ მე ვიძახი ხოლმე რომ всё რაც ლივია გაჩნდა, მე ვეღარ დავიძებ ნორმალურად, იმიტომ რომ ყოველ ღამე რაღაცაზე ნერვიულობ და მთელი ცხოვრება მგონია რომ ესე ვიქნები და ეს აღმოჩნდა ალბათ ჩემთვის სიურპრიზი და კი ვიცოდი რომ ძალიან მეყვარებოდა, თუმცა ეს სიყვარული, რასაც მე განვიცდი მის მიმართ, მგონია რომ რა ვიცი, ამას ნამდვილად არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან აი უპირობოდ სიყვარული ეხლა გავიგე რეალურად რაც არის. თუ გაქვს ეს ისეთი მომენტი, აი რაღაცნაირად თავს თითქოს აი დამნაშავედ გრძნობა, აი როგორც დედა, ანუ შვილის მიმართ აი რაღაც დანაშაულის გრძნობით არიან ხოლმე და აი რატო გვაინტერესებს ხოლმე რატო? თუ გაქვს მსგავსი გრძნობები შენ პირადად? იცი იშვიათად, თუმცა მაქვს ხოლმე, როდესაც მაგალითად აი რაღაცა გავდივარ თქვათ მეგობრებთან ერთად ან ჩემ მეუღლეს ერთად სადმე და თქვათ რამდენიმე საათი არ ვნახულობ, ამ დროს რაღაც ვადანაშაულებ ხოლმე ჩემ თავს, რომ აი მე ლივიას ალბათ როგორ უნდა ჩემთან მე კიდე აქ ვარ და აი ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად. ანუ ამ დროს თუ გაქვს ის მომენტი, რომ აი დედა არ ხარ ან რაღაცა მსგავსი ფიქრები თუ გაწუხეთ, აი რომ დატოვე და რაღაც და ვერ ხედავან. მქონია, კი, მიფიქრია რომ აი რანაირი დედა ვარ ახლა მე დატოვე ბავშვი და აქ წამოვედი ეს მიფიქრია, თუმცა მე ვფიქრობ ხოლმე რომ ძალიან უაზრო ფიქრია, არ არის ეგრე, ეგ არ განსაზღვრავს კარგ დედობას პირიქით, მომგონია რომ შენი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინო და შენი ინტერესებიც უნდა იზრუნო და შენ სურვილებზე რომ მე ბავშვთანაც უფრო მეტად პროდუქტიული, უფრო მეტად ბედნიერი იყოს შენც და შემდგომ რა თქმა უნდა ბავშვიც. ამიტომ მე ესეთი ფიქრები რომ მომდის ხოლმე მე მალევე ესე ვთქვათ ვეუბნები ჩემ თავს რომ არა მიფიქრობ ესეთ სისულელეებს და აი როგორ რაღაცა ისე თუ გონია რომ აი როგორ გავარჩიოთ შეფასება რეალობისგან აი პირობითად აი რაღაცა შეფასება გულისხმობს საკუთარ თავის შეფასებას ანუ შენ რა აფასებ აი პირობითად იმ მომენტში რომ აი დედა არ ხარ კარგი პირობითად რომ დატოვე მაგრამ რეალობა შეიძლება ეგეთი არ იყოს რა ანუ საერთოდ შეიძლება ბავშვი არც ფიქრობდეს რომ შენ ცუდი და ხარ პირობითად ვიძახი რა ანუ როგორ ფიქრობ ან მარტივია ამ რეალობის გარჩევა ამ ფიქრებისგან თუ არ არის მარტივი ვერ ვიტყვი ინდივიდუალური ალბათ ჩემთვის მარტივია იმიტომ რომ ალბათ თავიდან პირველ პერიოდში პირველი ორი თვე არ იქნებოდა მარტივი იმიტომ რომ ძალიან ბევრი არეული ფიქრი მქონდა თუმცა ეხლა უფრო მეტად გავიაზრე, ესე ვთქვათ, რა არის დედობა, რა უყვარს ჩემს შვილს, რა ჭირდება ჩემს შვილს, რა უნდა ჩემს შვილს და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რაღაცნაირად ვუსმინოთ ბავშვებს და ვუსმინოთ ჩვენს თავს და ეხლა რეალურად ვარჩევ ხოლმე აი რა არის რეალური შეიძლება რაღაც ესე უაზრო ფიქრება უცბად გამივალოს თავში, მაგრამ მე ვხვდები რომ არ არის ესე და თაკო ეხლა ვფიქრობ ამას. აი დედობის მერე შენი საკუთარი იდენტობა და მე თუ დაგიკარგავს. კი. რაში გამოიხატებოდა? აი პირველ პერიოდზე როცა ვსაუბრობდი, სწორედ ამ დროს მეგონა ყოველ შემთხვევაში დავკარგე და მეგონა რომ ვეღარ დავებრუნებდი ამ რაღაც იდენტობას და ჩემს თავს. პირველ რიგში ალბათ გარეგნობიდან გამომდინარე, როდესაც მიჩვეული ხარ, რომ რაღაცა ბევრად გამხდარი ხარ ვთქვათ ვიდრე მშობიერობის შემდეგ მშობიერების შემდეგ აბსოლუტურად ვიყავი როგორც მომატებული ტონაში ასევე ძალიან დასიებული ვიყავი ამ საერთოდ ვიხდებოდი ვერ ვცდილობდი ჩემს თავს პლუს ამას ეს დეპრესიული ფონი რომ მქონდა ძალიან ხშირად ვწიროდი და ამისგან კიდევ უფრო მეტად დასიებული ვიყავი და რაღაცნაირად მეგონა რომ ჩემი როლი მარტო ცხოვრებაში იყო რომ აი ბავშვისთვის უნდა მომიარა და სახლში მჯდარიყავი ნუ აი ესე ვფიქრობდი და მეგონა რომ სულ თაკო აბრამიძე აღარ არსებობს და რაღაცა ნუ რაც იყო ადრე გავერთე და კაი იყო მაგრამ ეხლა აწი ვეღარ გავერთობი ანუ ეს რაღაც მართლა ესეთ საშინელ რაღაცას ვფიქრობდი ამიტომ ხო დედები თუ ვფიქრობთ ესეთ საშინელ რაღაცებს აღარ ვფიქრობთ თუ გაგეცინებათ ჩემსავით რამდენიმე თვეში
მოკლედ როგორც შენ აღნიშნე, მიუხედავად ყოველფრისა, მაინც შენ საკუთარი მე შეინარჩუნე და ცდილობ, რომ აი ზუსტად იმ საკუთარი მეს ძახილს გავყო. მაინტერესებს ან მუშაობის შემთხვევაში, აი როცა მუშაობდის, აი მაგ დროს თუ ქონია ეგეთი მომენტები რა, რომ აი მე ახლა აი პერიოდში ვიმუშავებ, მაგრამ ორსლობის მერე რო გავაჩენ ამბავს, შეიძლება აღარ ვიმუშავა, ან რაღაცა მსგავსი ფიქრები თუ გაწუხებდა. როგორი იყო სამუშაო პროცესი ორსლობისას და ეხლა როგორც ვიცი დეკრეტში ხარ, მაგრამ როგორ მიგაჩნია დეკრეტის მერე მარტივად გააგრძელებ მუშაობას თუ არ გააგრძელებ? ხო, პირველ რიგში დავიწყო, ძალიან კარგი ორსლობა მქონდა რეალურად შესაბამისად, მუშაობაც არ მჭირდა, პირიქით ძალიან მიხაროდა სამსახურში სიარული და ეს მომენტიც არ მქონდა, ანუ ვიცოდი რომ ბავშვს გავაჩენდი ცოტა ხანი დეკრეტში გავიდოდი და შემდეგ ისევ დაბრუნდებოდი სამსახურში. ახლაც ეს გეგმა მაქვს, უკვე ერთ თვეში დავბრუნდები ჩემს სამსახურს, თუმცა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეხლა რომ რაღაცა 2 საათით ვტოვებ ხოლმე ჩემს სულ და 3 საათით რაღაც დანაშაული შეგზავნა მაქვს, მთელი დღით რო დავტოვებ, ალბათ საერთოდ გავაფრენ თქო ვიძახი და რაღაცა ძალიან გამიჭირდება, თუმცა ეს პირველი პერიოდი ალბათ მე მაგასაც მივეჩვევი და ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ისევ ამ საკუთარი მეს შენარჩუნებისთვის ეგეც არის საჭირო რომ შენს კარიერას მიხედო, შენ სამსახურს დაუბრუნდე და ყოველდღურად იყო დაკავებული და შემდგარი ადამიანი, რა თქმა უნდა, ან ჩემ შულსაც ყავდეს ასე ვთქვათ, შემდგარი დედა. ხო, თუმცა ძალიან გამიჭირდება ალბათ სამსახურს დაუბრუნდა. აი მე მაქვს ესეთი კითხვა. ეს როგორ ფიქრობ, მიჯაჭვულობა, ზრუნვა თუ რა ტიპის გრძნობა არის? აი რას ფიქრობ, შენში რომელი უფრო მეტად არის, რომ აი ბავშვს ვერ ტოვებ, იმიტომ რომ აი ფიქრები გაქვს სამსახურში გასვლამდე მსგავსი, იმიტომ რომ მიჯაჭვული ხარ, იმიტომ რომ რაღაც შეჩვეული ხარ, იმიტომ რომ სამსახურში რაღაცა უფრო მეტად აღარ გინდა, სახში გინდა, ანუ რას გრძნობ ამ მომენტში? გითხრა, სიმართლე რა არის, როგორ გითხრა? ძალიან მინდა მუშაობა, სახლში საერთოდ არ მინდა გულისხმობა, ანუ უბრალოდ სახლში ძდომა არ მინდა. უბრალოდ ბავშვის მხრივ, აი იცი რა არის, ძალიან მიჭირს ეს მომენტი, რომ მთელი დღის განმავლობაში იყოს ჩემს გარეშე. და თუნდაც ხო ვფიქრობ ხოლმე, რომ აი პირველი ნაბიჯები რო გადადგას ჩემს გარეშე, ან რაღაც პირველად თქვა დედა და მე სახლში არ ვიყო. ეს ძალიან განვიცდი ხოლმე, იმიტომ რომ ნუ მე ვინც ვიცობს ყველამ ვიცის, რომ აი ჰიპერმზრუნველი ადამიანი ვარ და ჩემს შულზე საერთოდ ალბათ სულ მეუბნებია ხოლმე, რომ ზედმეტი ზრუნვაც ცუდიაო, მაგრამ ნუ აი ვერ ვშველი ჩემს თავს, ზედმეტად მზრუნველი ვარ. სულ რაღაცა ესება რომ არიტიროს აი სულ ბებია ჩემი მეუბნება ხოლმე რომ ანუ შენ ბავშვმა არასდროს არ უნდა ეტიროს და მეთქი არა რატო უნდა ეტიროს ჩემო შულმა და აი სულ რაღაც ისევა რომ აი ყველაფერი გავუკეთო და ხო აი ძალიან მზრუნველი ვარ ალბათ ცოტა მიჯაჭვულიც ვარ თუმცა უფრო მეტად ის მომენტი მაქვს რომ აი არ მინდა რაღაც გამოვტოვა ბევრი რაღაცა უკეთ ეხლაც აი ისე ვარ ხოლმე აი ხანდახან რომ დავიღლები აი როდის გაიზრდება ერთი სული მაქვს თქო მაგრამ მე ვფიქრდები რომ ესეთი პატარა აღარ იქნება აღარასოს მე მაგაზე შეიძლება ვიტირო და ნუ მოკლედ ეს ძალიან ისე ვარ ჰიპერმზრუნველი ვარ ჩემი შულის მიმართ. გარშემომყოფებისგან თუ გქონია აი ესეთი ანუ თუ უთქვამთ მსგავსი რამ რომ აი რადგან ეხა უკვე შვილი გააჩინე რომ აი ახალი ეტაპი არის შენ ცხოვრებაში რაღაცა ყველაფერს თითქოს თავი უნდა დაანებო შენ უკვე აი თუ იყო ესეთი სიტუაცია შენ ცხოვრებაში. პირდაპირ არ ვთქვამთ თუმცა ესე ელოდებიან შენგან რომ ესე უნდა იყოს იმიტომ რომ აი იყო რაღაც რამდენიმე ადამიანმა მითხრა რომ აი 40 დღე პირველად ნულივე რო გაჩნდა საერთოდ მეც არ უნდა გავიდე გარეთ საერთოდ სახლში უნდა ვიჯდე ანუ ესეთი აზრებიც იყო რომ არ შეიძლება ხთა მელოგინე ხარ სახლში უნდა იყო და უნდა იწვე და ნუ არ მინდა წოლა გასვლა მინდა გარეთ რატო უნდა ვიწვე ჩემ შულსაც გარეთ უნდა ჰაერი უნდა აი ძალიან ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი არის რომ გარშემოყოფები გეუბნებიან სულ სხვა რაღაცებს და გეუბნებიან რომ ეხლა გადადე შენ თავი და მიხედე შენ შულს და შენ შულს ჭირდები და შენ всё მორჩა შენ ცხოვრება ნუ არ არის ეგრე მე ესეც მძაბავდა რეალურად რომ ნუ შეიძლება ჩემი ოჯახისწორებისგან არა მაგრამ იყვნენ გარშემოყოფები რომელთაგანაც ამას ვგრძნობდი რაღაცნაირად რომ თითქოს ესე უნდა ყოფილიყო რომ ყველაფერი მორჩა ჩემ ცხოვრებაში თითქოს ეს რაღაცა მიღებული აზრი არის ასე ვთქვათ რომ როდესაც შენი შვილი იბადება всё მორჩა შენ ცხოვრება ისე რაღაც მხრივ მართალია რომ შეიძლება ისეთი ცხოვრება ვეღარ გქონდეს იმიტომ რომ ეხლა აბსოლუტურად მთელი ასე ვთქვათ ფოკუსირება შენი
მინდა შენ შულზე და შენ შვილი არის ყველაფერს აზრი და შენ შვილი არის თავი საზრუნავი, როცა შევა აქამდე იყო შენი თავი. თუმცა ხო ის მომენტი რომ აი შენი ცხოვრება მთავრდება და რაღაცა მხოლოდ ბავშვზე უნდა იზრუნო, ეს არ მგონია მართალი და არ არის სწორი და ეს არ უნდა იფიქრონ დედებმა. პირიქით, რამდენიმე თვეში მე ეს დეპრესია დასრულდა, მივხვდი რომ პირიქით, ეხლა იწყება ცხოვრება, იმიტომ რომ ეხლა ვარ ჩემი თავი, მაქვს ისევ ჩემი ძველი ცხოვრების სტილი, რომ ვერთობ მეგობრებთან ერთად, დავდივარ გარეთ, თუმცა ეხლა ვაკეთებ ამ ყველაფერს ჩემ შვილთან ერთად და ამით ძალიან ბედნიერი ვარ პირიქით. აი შენ რამოდენიმე ისეთი სიტყვა ახსენე აქ ცოტა ძველებური სიტყვა ესე ვთქვათ. ძალიან მინდა რომ რაღაც მსგავს მიმართულებით გკითხო ესეთი რაღაც რა რომ აი როგორი ტიპის დედა ხარ? უფრო ტრადიციული მიმდევარი დედა ხარ თუ მაინც უფრო შენებურად ცდილობ გააკეთო ყველაფერს? ითვალისწინებ თუ არა ძველ მეთოდებს? ანუ რა მიმართულებით ცდილობ უფრო ბავშვი რო გაზარდო? დიდად არ მივსდევ ძველ მეთოდებს, მაინც ვთვლი რომ მე მაინც მგონია რომ დედა ყველაზე კარგი პედიატრია, ექიმია, არ ვიცი ყველაფერი, იმიტომ რომ ზუსტად ვხვდები ხოლმე რა ჭირდება და რა უნდა, არ ვიცი რაღაცნაირად დედებს ეს გვაქვს ალბათ. თუმცა ხო ვითვალისწინებ ხოლმე რჩევებს ჩემი ახლობლებისგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც მე ვწყვეტ რა გავაკეთო. თავიდან პირველ პერიოდში იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ოჯახის წევრები მოდიოდნენ და ყველა მეუბნებოდა სხვადასხვანაირ რაღაცას. მაგალითად ერთი რომ მეუბნებოდა რომ წინდა ჩააცვი, მეორე მეუბნებოდა წინდა გახადე და იყო ძალიან განსხვავებული აზრები და ძალიან არეული ვიყავ, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო სწორი და რისთვის დამეჯერებინა და ერთს რომ გავაკეთებდი, ფიქრობდი რომ ის ხომ უნდა გამეკეთებინა, ის ხარ იყო უკეთესი ჩემი შვილისთვის და ეს მომენტი იყო მოკლედ ძალიან რთული და მე გადავწყვიტე რომ ავიყვანო პედიატრი. ჩემი საყვარლის ნატალია. ჩვენ პედიატრი და დავუჯერო მას. იმიტომ რომ აქვს გამოცდილება, არის კომპეტენტური ამ საკითხში და შესაბამისად იმის მერე ყველაფერს ვეკითხებ მას. რომ აი რაღაც 1000 აზრს არ მოусმინო და მე არ დავებინე. ამიტომ მე და ჩემი პედიატრი ვწყვეტთ ერთად ყველაფერს. სხვას არ უსმენ. აი გავაგრძელო მინდა ეს თემა, ეს საზოგადოებრივი და ზუსტად ეს სოციალური ზეწოლა მინდა რომ აი განმოვცოთ მაინც ეს თემა რომ აი როგორ პირად სხვა დედიკოებს მაგალითად არ აქვთ. ყველას თავისთავად სხვადასხვა ხასიათი აქვს. ესე ყველა ვერ უძლებს მსგავს იმას, რა ქვია, ზეწოლას თუნდაც, ზოგს უწევს რომ გაითვალისწინოთ. აი როგორ შევინარჩუნოთ თავდაჯერებულობა ასეთ სიტუაციაში? ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური ამას ვიტყვი, თუმცა დედებმა პირველ რიგში მე ვთვლი რომ ვისგანაც იღებენ ამ ზეწოლას აუცილებლად უნდა გააგებინონ ამ ადამიანებს რომ ისინი არიან დედები და მათ უნდა გადაწყვიტონ ისე ვთქვათ თავიანთ შვილს რა ჭირდება, რა უნდა და რა არ ჭირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გარდა ვთვლი რომ უნდა დაიჯერონ ის რომ თვითონ არიან, ესე ვთქვათ, თვითონ მიხვდებიან ყველაფერს ძალიან კარგად და სწორად, როცა ეხებათ საქმე მათ თავიანთ შვილებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იკითხონ ინფორმაცია ბევრი და ეხლა არის არაერთი წყარო რა თქმა უნდა და ChatGPT-ც ასევე რომელიც არის მეორე ძალიან ბევრი საშუალება. ხო, და სულ ვეკითხები ხოლმე რაღაცებს და ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ იკითხონ ბევრი ინფორმაცია და შესაბამისად შემდგომ გამოიტანონ დასკვნები და ეცოდინებათ უკვე რა არის სწორი, რა არის სწორი რა. მე მინდა რომ ვისაუბროთ ოჯახზე და პარტნიორზე ამ შემთხვევაში იდენტობის შენარჩუნების მიმართულებით მინდა რომ გკითხავ როგორ შეიძლება პარტნიორი ოჯახი დაგვეხმაროს იდენტობის შენარჩუნებაში. მე პირადად ჩემ მაგალითზე ვსაუბრებ, მე ჩემი მეუღლე ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში რეალურად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ჩემს პოსტსამშობიარო დეპრესიის დროს ყველაზე ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი რაც მქონდა იყო ის, რომ მენატრებოდა ის პერიოდი, როცა ვიყავით მარტო მე და ჩემი ქმარი და ეს ამის აღიარება ძალიან მიჭირდა, თუმცა თურმე ძალიან ბევრ ადამიანს და ქალს ქონია ეს მომენტი. ხო, ის მომენტი მქონდა რომ აი მე და ჩემი ქმარი კარგად ვერასდროს ვეღარ ვიქნებით, რაღაცა
ვეღარ გვეყარება ისე ძალიან ერთმანეთი და ვიქნებით რაღაცა ისე ცივად და მხოლოდ აი ბავშვის გარშემო შევამოწმებით, რაც არის სრული სისულელე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ქნა, რომ ეს დაემტკიცებინა ჩემთვის და დაენახებინა, რომ ძალიან უაზროდ ვფიქრობდი რეალურად და ძალიან მიწყობდა ხელს იმაშიც, რომ გავსულიყავი თქვა გარეთ ჩემ მეგობრებთან ერთად, გამეტარებინა დრო ცალკეც, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად გამტვირთულიყავი და ყველანაირად ცდილობდა რაღაცნაირად, რომ დაენახებინა ის მომენტი, რომ არაფერი არ იყო რთული და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, რომ კომპლიმენტები, რომ უფრო კარგად ვიქნებით, ვიდრე აქამდე ვიყავით და მოკლედ ის ყველაფერი, რაც მე ახლა დავინახე და გავიაზრე, ამ ყველაფერს ცდილობდა, რომ დაენახებინა და მაქსიმალურად გვერდში მედგა. მე ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე იმის წარმოდგენა, როდესაც პარტნიორები არ ყავთ გვერდში, ქალებს მშობიარობის შემდგომ, არ ვიცი, ალბათ ძალიან რთულია, იმიტომ რომ მარტო ხელა დედობაზე რთული არაფერი არ მგონია. აი, ჩემი მეუღლე ბუბრო არ ყოფილიყო ჩემს გვერდით პოსტსამშობიარო დეპრესიის დროს, არ ვიცი, ალბათ შეიძლება ვერც გამომსულიყავი მაგ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს პარტნიორის ჩართულობა. თუნდაც იმაში, რომ მაშინ როცა შენ არ შეგიძლია და არ გაქვს ამის ხალისი და გინდა რომ უბრალოდ ოთახს ჩაიკეტო, მას შეუძლია ბავშვს მოუაროს, იზრუნოს და აბსოლუტურად ერთზეადოდ ჩართულება ბავშვის მოვლა გაზრდაში. ხო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დედები ძალიან ძლიერები ხართ და ის დედები აუცილებლად გამომხნელოთ ესეთი დედები აუცილებლად და ყველაფერს შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ დედა ყველაფერს შეძლებს. ძალიან რთულია, მე აღნიშნე უბრალოდ რომ ძალიან რთულია, თუმცა დედა ბავშვს რო აჩენს, მაგის მერე მგონია, რომ ყველაფერი შეუძლია საერთოდ, იმიტომ რომ ხო როგორც აღნიშნე დასაწყისშიც დედები არიან გმირები, ყველაზე ძლიერი ადამიანები და მე ხა გავიაზრე მართლა რა არის დედობა და რა არის ის, რომ ესეთი ძლიერი და მართლა გმირი ადამიანი იყო. ამიტომ რა თქმა უნდა, დედები და ქალები ზოგადად ყველაფერს შეძლებენ. რა არის შენთვის შენ პირადი დრო და რამდენად რთულია შენთვის აი შენი პირადი დროის გამონახვა, რომ გამონახო საკუთარი თავისთვის? იცი რა, ამ ეტაპზე არ არის რთული, რადგან ისე უკულტურფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ გვყავს ბავშვის აღმზრდელი. შესაბამისად ვახერხებ, რომ რა თქმა უნდა ჩემ პირადი დრო გამოვნახო. თუმცა ეს არ არის ის მომენტი, რომ ბავშვის აღმზრდელი მყავს და მე რასაც იმას ვაკეთებ და მივდივარ სახლში და აღარ მივდივარ, ან სულ სახლში ვარ, სულ ჩემ შვილთან ვარ და ყველა მეკითხება ხოლმე, რომ აბა რატო, რაში გჭირდება აღმზრდელი და უბრალოდ ჩემთვის კომფორტული არის, იმიტომ რომ რაღაც ის პატარა პირადი დრო მე და ჩემმა ქმარმა ერთად გამოვნახოთ და რაღაცა ერთად გავიდეთ სადმე თუნდაც ძველი დრო გავიხსენოთ, წავიდეთ აემანზე თუნდაც ან მე წავიდე გოგოებთან ერთად სადმე კაფეში, გავიდე საშოპინგოდ, არ ვიცი, წავიკითხო წიგნი, ვუყურო რამე სერიალს, ძალიან მიყვარს სერიალების ყურება და ვცდილობ რომ ეს რაღაც ჩემ პირადი დროც რაღაცად გამოვნახო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გარეშე ფიზიკურად ვერ დავბრუნდებით საკუთარ თავს და ძალიან მნიშვნელოვანია. რა რჩევას მისცემდი დედიკოებს, რომელსაც აი რაღაცა ეს ბალანსი დაკარგეს. პირობითად აი რაღაცა ვერ იპოვეს, ვერ გამონახეს საკუთარი დრო. კი, ისე არის, როდესაც აღმზრდელი არ ყავს, ასე ვთქვათ, ბავშვს და დედა არის მხოლოდ მარტო ბავშვთან და აი მაგალითად მეუღლე მუშაობს და საღამოს მოდის სახლში, ესეთ დროს დედებს ვწევთ, რომ მთელი დღე მარტო იყვენ ბავშვებთან. ესეთ დედებს მივცემდი რჩევას, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რომ ბავშვი მოარგონ, ასე ვთქვათ, თავიანთ გრაფიკს და ასევე მაქსიმალურად ეცადონ, რომ რაღაცნაირად ისე მოახერხონ, რომ თავიანთი დრო გამონახონ, პირადი დრო მაგალითად პირობითად უყურონ რაღაც სერიალს, რომელიც ძალიან უყვართ, თუმცა თან იყვნენ ბავშვთან ერთად. ანუ რაღაცნაირად ისე უნდა მოახერხონ ბავშვთან ერთად მთელი დღე სახლში ყოფნა, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, თავიანთ სურვილებზეც იფიქრონ, თავიანთი საქმეებიც გააკეთონ. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან და არ არის ეს რაღაცნაირად პრობლემა, ანუ არ უნდა გვეჭიროს სულ მუდმივად ხელში და გულისხმობ იმას, რომ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს გრაფიკსაც მოვარგოთ, რომ მაგალითად თუ მე მინდა ეხლა რომ უცბად მაკიაჟი გავიკეთო, პირობითად ვიძახი, ჩავეწვიოთ გვერდზე ჩვენთან ეწყლში და რაღაცა დაველაპარაკოთ, ან სიმღერა ჩავურთოთ, ან რომ ის გავს, იმიტომ რომ ლივია ეხლა რომ აქაც მოვიყვანო და აქ დავსვა, ხმას არ მოიღებს, იმიტომ რომ ძალიან მიჩვეულია უკვე, რომ რაღაცნაირად
უნდა დაელოდოს ახლა ვთქვათ დედას, შეიძლება ითამაშოს თავისთვის სათამაშო მივცე, ან ვუმღერო, ან სიმღერა ჩავურთო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეც რაღაცნაირად გამომუშავოთ, იმიტომ რომ მარტო მედალივიაც რო ვართ ხოლმე სახლში, ძალიან კარგად ვატარებთ მაინც დროს და მეც ჩემი თემისთვისაც ვნახავ დროს. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი როგორ დავაბალანსოთ საკუთარი სურვილები ბავშვის საჭიროებებთან ისე რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნოთ? ხო, ეგ რთული ამბავია, როგორც თქვი, მეც მაქვს ხოლმე რაღაცნაირად ეს დანაშაული შეგრძნება. ეხლაც რამდენიმე დღე ვიყავი გასული ქალაქგარეთ და გვყავდა იტალიელი სტუმრები და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ძალიან დიდი დრო ვერ გავატარე ბავშვთან. და აი უდიდესი დანაშაული შეგრძნება მქონდა, რომ აი რანაირი დედა ვარ ახლა, აი როგორ დავტოვე ბავშვი და ამ შემდეგ, თუმცა ხო აი მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან მეტად ვაკრიტიკებ ჩემს თავს და რეალურად კარგი დედა ვარ და არ არის საჭირო ეს რაღაცები. მე მგონია, რომ პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა დავფიქრდეთ ესე ვთქვათ და გავიაზროთ ის ყველაფერი, რომ ჩვენ პირად ინტერესებზე ზრუნვა არ ნიშნავს იმას, რომ არ ვართ კარგი დედები პირიქით, აბსოლუტურად პირიქით ხდება ეს. როდესაც დედა ჩემი აზრით თავის ინტერესებზე ზრუნავს და ესე ვთქვათ, ყავდება თავის პირადი დროით და აქვს თავის პირადი სივრცე, გარკვეულ მომენტებში, რა თქმა უნდა. შემდგომ ის უფრო ბედნიერია, შესაბამისად ის უფრო ბედნიერია ბავშვთან, უფრო პროდუქტიულია მასთან, ასე ვთქვათ, მასთან ერთად ყოფნის დროს, უფრო კარგად ატარებს ბავშვთან ერთად დროს და შესაბამისად ბავშვიც უფრო ბედნიერია. ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, რომ იმისაც რომ ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, ჩვენც უნდა ვიყოთ ბედნიერები. და ჩვენ ბედნიერები მხოლოდ იმით კი არ უნდა ვიყოთ, რომ შვილი გვყავს და დამთავრდა. არა, ჩვენი თავიც უნდა გვახსოვდეს და მგონია რომ აი ეს მომენტი უნდა გავიაზროთ დედებმა კარგად და შემდგომ უკვე ყველაფერი კარგად იქნება. თაკო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ იყავით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნამდვილად საინტერესო იყო შენთან საუბარი. საკმაოდ ესეც საჭირო თემებს შევეხეთ და ანუ გადაცემის ბოლოს მინდა რომ აი რაღაცა პატარა რჩევა, აი გადაცემის შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, რომ უთხრა დედიკოებს, როგორ ესე ვთქვათ, როგორ არ დაკარგონ საკუთარი თავი, როგორ უნდა იყვნენ კარგი დედიკოები და აი მოკლედ რო გითხრათ ორი სიტყვა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ესე იგი მთავარი მიზეზი რის გამოც აქ მოვედი და დავთანხმდი ესე ვთქვათ აქ მოსვლას იყო ის რომ მე თვითონაც მქონდა იდეა რომ გამეკეთებინა დედამის პოდკასტი, რადგან თვლიდი რომ ძალიან საჭიროა და სულ ვიძახთ ხოლმე რომ რატომ არ გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზოგადად დედებმა ვისაუბროთ ბევრ თემაზე და გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. ამიტომ ძალიან მიხარია რომ ეს პოდკასტი არსებობს და წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში. ხო, რჩევას რაც შეეხება ალბათ ბევრი ვისაუბრა უკვე გარკვეულწილად რა რჩევა შეიძლება მივცე დედებს. იმაზე ვერ ვისაუბრებ როგორ უნდა იყვნენ კარგი დედები, იმიტომ რომ თავისთავად უკვე არიან კარგი დედები. თუმცა ხო, შემიძლია რჩევა მივცე იმაზე თუ როგორ არ უნდა დაკარგონ საკუთარი თავი აი ამ დროის განმავლობაში. პირველ რიგში ვთვლი რომ უნდა გაიაზრონ ის რომ არაფერი არ დამთავრებულა იმით რომ ბავშვები გავაჩენთ პირიქით, აქედან იწყება ყველაფერი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის რომ აუცილებლად უნდა ისაუბრონ რაც აწუხებთ. ეს არის ალბათ ჩემი მთავარი რჩევა. არ უნდა ჩაიკეტონ საკუთარ თავში და არ არის სირცხვილი ის ფიქრები, რომლებიც ახლა მათ აქვთ. იმიტომ რომ ცუდი ფიქრები აქვთ სავარაუდოდ და მეც მქონდა. თუმცა ეს არ არის სირცხვილი, ეს არის ნორმალური და ამაზე შეუძლიათ რომ თავად ხმამაღლა ისაუბრონ და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ამაზე ხმამაღლა საუბრით და უკვე შემდეგ ვთქვათ ახლობლების გარჩევის მოსმენით თუ ასე შემდეგ ნელ-ნელა გამოვლენ უკვე მდგომარეობიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ჩართულობა, მათი ოჯახის წევრების, მეუღლის და შემდეგ ასე რომ დაიხმარონ ვინც კი შეუძლიათ და დაუბრუნდნენ თავიანთ საკუთარ თავს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი დღეს. მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ფრანგული დედისა და ბავშვის მოულის ბრენდი მუსტელა. მუსტელა მოკლედ ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, როგორც მშრალი კანის, ნორმალური კანის, ეგზემისკენ მიდრეკილი კანის მიმართულებას და
არის ძალიან სასარგებლო და კარგი როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. კი, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ. მინდა რომ ეს პატარა საჩუქარი გადმოგცეთ დაგივის და კიდევ ერთხელ გითხრათ რომ ნამდვილად უსაფრთხო არის, ნამდვილად პრემიუმი არის და ძალიან აქტიურად ვიყენებთ როგორც აღნიშნეთ. ძალიან გახლავს. მადლობა დიდი.